მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩემი ამბავის მესამე სერიას. გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, თხოვნა მექნება. გადავიდეთ ახლა პირდაპირ ამბავზე, მოკლედ გრძელდება ამ მანქანის ისტორია. დღეს ნახავთ ასევე რაღაც სიახლეებს, ცოტა გულის გამხეთქავს. BMW-ს 8 ცილინდრიანის პატრონები მიხვდებიან და გამიგებენ ამ ამბავს. ქუდისთვის ბოდიშ მოგიხდეთ, სხვანაირად აქ ვერ გავჩერდებით. და მაშ ასე დავიწყოთ. ჩვენი სპონსორია სპორტულ საინფორმაციო პორტალი Kroco.G. შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაესწროთ უახლეს სპორტულ ამბებს. დიდი მადლობა ყველას მეგობრებო, მოლოცვისთვის. ძალიან მიხარია, ესე რომ გაგისწორდათ, გაგიხარდათ და მომილოცეთ. ყველას იგივენაერად გისურვებთ, როგორც მე გამიხარდა და ყველაფერში კარგად წავიდა კონკრეტულად ეს თემა. ისე კარგად წაგსვლოდეთ თქვენი სურვილები და ამბები, ისე ყველაფერი კარგად ჩამოგსვლოდეთ, რავი, ახალი მანქანები გეყიდოთ და სულ ცენტრიდან მოკლედ გამოგეყვანოთ ყველას ის თქვენი საოცრებო მანქანები, რომლებიც თქვენ გინდათ. ეხა ახალი წლების პერიოდია და მართლა გულთადად გისურვებთ, იმიტომ რომ აი ძალიან გამიხარდა, რომ ეგრე გულწრფელად ყველა კომენტარი იყო თითქმის ამ მეორე სერიაში, როცა თქვენ ნახეთ მანქანა, რომ გილოცავ და აი ძალიან გასახარია, აი ძალიან დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს გრძნობ თქვენგან და ძალიან მიხარია ეგრე. 3 დღე, 2 დღე იყო გასული, როგორც მე წინა სერიაში ნახეთ, ზეთი დადგა საშუალოზე ოდნავ მაღლა, წავედი კიდე 1 ლიტრი ვიყიდე, ჩავამატე 700 გრამი, არ შემიმოწმებია იმ დღეს, როცა ჩავამატე, ვიმოძრავე და მოკლედ მოხდა ის რამაც გული გამიხეთქა რა. სუნი აქვს, ესე იგი, ცუდი, ზეთის და რო ცოტა ხანი გავაჩერე ეგრეთ წოდებულ ხალასტოიზე და გაზი მივეცე 1-5 წუთის მერე, ოპა, ლურჯად წამოიღო ბოლი და მეთქი აი ეგ არის რა. всё, დამეხა. შემდეგს უკვე ნახავთ. პირველი ემოციები მოკლედ გატარების იმ დღეს, ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ ორი მანქანით ვიყავი და ოპერატორი დაჯდა ჩემ ეშკაზე და თან გადაბრედილები, გადაღლილები, მეგობრებო, აი, დილის 5-ზე რომ მქონდა გაგვიძებული და მე აი რა, უბრალოდ, წყალი მაინც გადავავლეთ რისი კადრებიც ან ეხა იქნება, ან უკვე ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან მტრიანი იყო და არ შემიძლია წიკი მაქვს, რომ ეხა წყალი არ გადამევლო ელემენტარული საქარემინაზე რა. ხო და მოკლედ პირველი ემოცია დაღლილზე რაც მახსოვს იყო, რომ არაფერი ჩვეულებრივად გამართულად დადიოდა მანქანა საბურავებმა, ან თორე დაშვებულიაო და მაგის გამო, ანუ ეგ იყო პრობლემა ერთ-ერთი, მაინც ჩვეულებრივად დადიოდა, ჩვეულებრივად მტრიანი საქარემინით ვიარე, ჩამოვედი, გადავავლე წყალი, გამოვედი, მივედი სახში დავაყენე რა. ანუ პირველ დღეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ უბრალოდ ის გავიგე, თეორიულად ინფორმაცია მივიღე, რომ არაფერი არ ის მანქანას, რა ზვალი არა, გარწრული მიაგ და არაფერი. უკვე მეორე დღეს გავატარე, ჩვენი ოპერატორის garaში რა თქმა უნდა და ეხაც და პირველი ემოცია ეხაც ჩათვალეთ რა, არაფერს არ ვიგონებ, ნაღდი ემოცია მაქვს. ძალიან მომწონს ამერიკიდან მანქანა რაც ჩამოვიდა, არაფერი, არც სავალ ნაწილზე, არც საბურავებზე ხელი არ დამიდია, რომ ან შემეცვალა რაღაც საბურავი, რომ დავბერე, სათანადო წნევაზე დავაყენე და მორჩა. დანარჩენი, აი, დაჯექი იარე, მდგომარეობა არის მანქანის, აი, სulis მხრივ და მდგომარეობით. გადაცემათა კოლოფი კარგად მუშაობს, მდგომარეობა, ანუ პირველივე დღეები არის, ძრავში შევცვალეთ ზეთი და ეხა ფილტრები, ჰაერის და ზეთის ფილტრი და კოლოფში არ შემიცვლია რა. მორჩა, დანარჩენი არის მანქანა მდგომარეობით, რომ აი რავი, სადღაც რომ აეროპორტში მისულიყავი, გაფრინდე ერთი თვით სადმე, დააგდო ეს მანქანა აეროპორტის პარკინგზე და რო ჩამოხვალ და რო დაქოქავ და წამოხვალ, იგივე სიტუაციაშია რა. არაფრის გაკეთება, არაფრის გასწორება არ დამჭიროებია რა. აი ეს პირველი ემოცია არის დადებითი, რომ ეს სიმსოტი როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოს. აი კარგ მდგომარეობაში როცა იყო, თქვათ, ახალი რო ავიღოთ რა, ზუსტად იმ მდგომარეობაშია და იგივე ემოციებს გადმოგცემს რა. ერთს ეხა დავამთავრებ იმით, რომ სპორტლიუზე უბრალოდ რაღაცა, რავი, რას გაიგებთ, უბრალოდ აი მიგიჭერთ, ხმად საერთოდ არის ის რა. ტესტ-დრაივს ეხა არ ვაკეთებ ტესტ-დრაივს, მე გადავიღებ და ემოციებს და ყველაფერს რა როგორ ხდება, იმას მოვიყვებით იქ რა. და ამითი მოკლედ დავამთავრებთ ამ მომენტს რა. კარგია. მუხრუჭებიც მუშაობს რა. всё, აი ეს მინდოდა მე თქვა, რომ ყველაფერი გამართულადაა და ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, ყველაფერი მუშაობს ისე როგორც უნდა იყოს რა. თითქოს კოპარტის აუქციონზე ნამყოფი არც არის. მოჩა. მოვედით სულავასთან, იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონს და ეხა გავარკვევთ რაშია საქმე რა.
პეიზაჟი შვენიერი გვაქვს. ესეც ბიჭო ნახე, არ ეწერება აქ რა მწვანეთ. რაში არის და როგორ არის რა. აბა ნახოთ ერთი რა ხდება რა. დაკოქილი იყოს, იმიტომ რომ უნდა ვანახოთ. ზუსტად. გამარჯობა ბატონ გიორგი, გამარჯობა როგორ გძანდებით. როგორ ახარ? კარგად, ჩი როგორ ხარ? აი ხარ. აჰა. რითი მოხვედი? რითი მოხვედი Mercedes-ით? არა. აბა? შავი BMW-ი. მართლა? ხო. უკვე კარგია, ხო? დადის კაცო. კი. ეს 63. არ ბოლავს? ცოტას ისე აი, ხედავ, იმ დღეს როგორ გაგიმართლაო და იღბლიანი ხარ და რაღაცაო და გუშინ ბიჭო ძერ სუნი იყო და მე რო გადმოვედი შენ სტილში ეს მივადგი უკვე გახურებულ მანქანას. პირველი გამოყრა ცოტა მოლურჯო გამოყარა. მეორე ჯერ არა სხვათა შორის მეორე ვიჭერას და აღარ არის დრო. შემიხედე რა ერთი რა. აღარ არის დრო 160.000 კილომეტრზე გაბოლოს? აბა დასერვისებულიაო? შეიძლება. ხო, ანუ ნახოთ ხა. ფაბორია და შენ გეშლება და ვნახოთ. ხო, ნახოთ რა. აი ეს 54-ია, ხო? 15. 15-ია უკვე? კი. და აბა არ ფუჭდება ოპერატორმა რომ გითხრა, გაუფუჭდა ფეჩის კრანი. კი ბატონო. რა პრობლემაა? არაფერი. მაგრამ ისეთი კლიენტისთვის, ვისაც აი არ უნდა რა სერვისში მოსვლა, მაინც პრობლემაა ფეჩის კრანია თუ გალოკის პრაკლატკა სერვისშია მოსასვლელი მაინც. უნდა იყიდოს Toyota მაშინ. მე მომწონსო სულავა მყარა დაწובה მაგაზრს და ეს არის BMW-ს ბრენდის უპირატესობა, რომ არავის არ ეკაჩება, არავის არ ურეკლამებს და თვალში თითს არ თხრის, რომ გინდა თუ არა მოდი და რა ქვია BMW იყიდეო, ხო? კი ბატონო. თუ არც იყიდიან, ხო? ბიჭო, BMW სხვა მუღამი აქვს, სხვა кайფი აქვს, ყველაფერი სხვა აქვს, მაგრამ ხშირად უწევს სერვისში, რა. თუ არ გინდა სერვისში ყოფნა და გაწუხებს სერვისი, იყიდე Toyota. მაგრამ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ რა, 1000 ჯერ გითქვია ჩვენ. ცენტრიდან რო გამოვიყვანო ნულავოი. და კაი მოვლით რა. აღარ გვინდა კითხვის დასმა რა. ყველაზე მალფუჭებადი ცეპლენია E60M5-ს რაც ქონდა რა. შენ გაატარე. მე გავატარე 70.000, მე ბუქსაობა რო დაიწყო, ანუ ძლიერი მანქანა იყო და ბუქსაობდა. ის მოხსენით ისეპლენა და დავაყენეთ სხვა მანქანაზე, ჩაოლები სტანდარტ მანქანაზე, იმან კიდე 15.000 გაიარა. ხო, ესე იგი ქონია მნიშვნელობა როგორ მოული და როგორ იხმარა. თუნდაც ყველაზე ფუჭებად რაღაც ნაწილს. შეიძლება ექსეპლენია გააფუჭო 5 წუთში. კი, ხო. სულ ახალი სეპლენია დააყენო და ზუსტად 5 წუთში აღარ იყოს. ხო. ეგ იმას არ ლიშავს უცუდია. მოხმარებოდა იცოდი. ხო, ეხლა მე ბარემ აქვე ვიტყვი, რატომ მოვედი მე დღეს? იმიტომ მოვედი, რომ მეოთხე დღეა რაც ეს მანქანა ჩემ ხელშია და Z-ი რო იდგა საშუალოზე ზევით, გუშინ კიდე მინდოდა რომ მაქსიმუმზე დამეყენებინა, ჩავამატე 700 გრამი და ხოიცა ოცრებაო. საშუალოზე დადგა ზუსტად, ანუ 1 კუბიკი უმოაკლა და 700 გრამი თუ 3 დღეში დაიკლო. გავგიჟდები, მე დავწო. ეგერ ბოქსში შეაყენებ, მატორს ჩამოვიღებთ და მან დაგერხა. კლაპნის სალნიკები, ხო? დაკოქილია მაგ. კი. აბა გაზინიეთ. ცოტა არის. ცოტა არის. რა? ბოლი. ხო, ანულის ბრალია. ზეთის ჭამის, კლაპნის სალნიკების, კოლიცოების, ტურბინების, დიაფრაგმის, რა ზეთის ჭამასთან არის დაკავშირებული ყველაფერთან. მომისმინე და. უფრო კლაპნის სალნიკები. უფრო ყველაზე პირველი კლაპნის სალნიკები, ხო? კი ბატონო. და რატო დაიკლო ამდენი? შეჭამა. და ეხლა 3 დღეში ერთხელ მაგდენი მომატო? მართლა, ხო. კატალიზატორებს ჩავიხედოთ და ნახოთ რა მდგომარეობა. ანუ ეხლა რაღაცა დღე შეგვიძლია პროსტა შეხედვით და დიაგნოსტიკით რაღაც დასკვნა უნდა მივიდეთ, ხო? კი ბატონო. არ მომწონს, დავიძაბეთ ცოტა, თუმცა ისეც არ უნდა წასულიყო სიტუაცია და თქვენ მაყურებელს არ აწყობს პირველ რიგში, რომ ამ მანქანაზე ეხლა გარდა კოსმეტიკისა, რომ არაფერი არ იყოს გასაკეთებელი, ეგრე არ გამოვა რა, გადავიღებთ რამე 3 სერიას და დავიშლებით, ხო? ჩვენ გვინდა ბევრი სერია და მაგ მხრივ კარგია ეს ამბავი და როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლის და ერთი რაღაცა რიგითი BMW-ს პატრონისთვის, ფლობელისთვის, შენთვის არის სასტიკად სული და გულის გამხეთქავი რა. ანტიფრიზი რო ცხელდება, სითხე რო ცხელდება, ფართოვდება, დონეს იმატებს რა. ეხლა უცებ ცხელზე დავშალე, შევცვალე და ეხლა მე რო სითხე ჩავასხა ცხელზე რა, ჯერ ცხელზე ჩასხმა არ არის კარგი და მე კიდე რო ჩავასხა, წყლის დონე მოგვატყუებს, რო გაგრილდება, მე დაიკლებს. და გავაგრილოთ, რომ წყლის დონე ჩავასხა, დავაჰაერო და მე ზუსტი დონე დავაყენო.
თორემ მე მოგვატყუებს. კი და დაიკლებს რო გაგრილდება. რო გაგრილდება დაიკლებს, მე არ გვაწყობს. ხო, კიდე ერთი პრობლემა რაც ახლა ამ ანტიფრიზთან დაკავშირებით გამახსენდა, მოკლედ ჩემ მანქანაში რო გამათბობელს ვრთავ, ეგრეთ წოდებულ patch-ს. ანტიფრიზის სუნი შემოაქვს, აგერ ოპერატორმაც აღნიშნა წეღარო მეჯი და რო ვკითხე ბატონ გიორგის რა ხდება მეთქი? დაგერხა. მარტივად. ხო, და ეგეც მოკლედ პრობლემა, ეგეც სანახავი გასარკვევია. ხო, პირველ და მეორე სერიაში რო ნახეთ ამ შევაფასეთ ზეთი შევცვალეთ რაღაცეები, რომ გაგიმართლა და შეიყოფილხარ იღლიანი. ბიჭო, მანქანა დადის, პრობლემა არა, გოდნავ ბოლავს, ეგ არის გამართლება. ამ კილომეტრაჟზე რო ესე დადის და ესე კაი მდგომარეობა, ეგ არის სერიოზული გამართლება. просто თუნა სერვისალია და ესე კიდე მალე გაბოლა რა პონტია. ო, ეგ უკვე სანახავია. იქებ არ არის ნა სერვისალი და მოგატყვი. ხო. მოგატყვი რა, ანუ შეცდი ალბათ რა. ხო და მოკლედ ისა. არა, მე შენ თუ მეტყვი, რომ აი ეს ბოლოს სანიკების გამო, მაგრამ ეს ზეთი არ დაიკარგება მართლა ეხა 700 გრამი და ლიტრი 4 დღეში და 5 დღეში ერთხელ და რავი, რაღაც 5000-ზე ლიტრა ან 1000 კილომეტრზე ლიტრა ვთქვათ. ჩემთვის მისაღებია რაღაც პერიოდი შეიძლება ვიარო, მაგრამ ეხა თუ ესე დაიკლო გიჟივით, მაშინ უკვე ვაჩერებთ რა. უკარაბოლიც გამოდის, ის არ არის 700 გრამის დაკლება, ეხ რასაც იძახი. ის არის ძალიან ცოტა დაკლება, მაგრამ კატალიზატორი როცა დევს იმდენი ბოლი გარეთ არ გამოდის, ის ფილტრავს და მაგიტომი და ეხა კატალიზატორის წინა დაჩიკები მოხსნა, ჩავიხედოთ და ეგრეც ვამუშაოთ დაჩიკების გარეშე და კიდე გაზი მივცვათ. წინ და თუ ძალიან დიდი თეთრი ბოლი გამოვიდა, მაშინ კი ბატონო დაიკლებს მაგნეს. ესე კარგია? ეხლა ვიწყებთ. უნდა მოხსნათ კატალიზატორის დაჩიკი და ჩავიხედოთ კატალიზატორში. პლუს კატალიზატორის დაჩიკების გარეშე უნდა დავქოქოთ, ვამუშაოთ და გაზი მივცვეთ და ვნახოთ როგორი ბოლი ამოვა. თუ კატალიზატორი ფილტრავს და გარეთ კარგად არ გამოდის ის თეთრი ბოლი, ესე გავიგებთ ძრავის მდგომარეობას. და იმ დღესაც ხო ანუ ბევრი ხანი დაკოქილი იყო. იმ დღეს იყო, მაგრამ უმეტესობა კონდენსატი იყო, იმ დღეს დიდი ხნის დაუქოქავი რო იყო. ხო, და იმ დღესვე რატო არ გაბოლავთ ხო? შეიძლება იმ დღესაც ბოლავდა უბრალოდ კონდენსატში გვერეოდა რა. ხო, და თან ხარი იყო და მალე გაფანტა ასე ვთქვა რა. მაგრამ სუნი არ ქონდა ეგეთი საშინელი როგორც ეხლა რა. მადლობა. ბედნიერებამ გაფანტა. აი ლევანას მართლაც შესანიშნავი კომენტარები აქვს მეგობრებო, ეგ უფრო ბედნიერებამ გაფანტაო. ნაუ. ბედნიერებამ გაფანტა და კიდე პლუს ღამე დაამატა. ანუ ღამესი ჩუმემ გაფანტა? საჭაურტყი. სპეციალურად გავწერეთ გვიანობამდე შენი მანქანის გაკეთება რომ ადაგენახა ეგა. ეს დღე გაბედნიერია. აი როგორი თეთრია, ნახე? ანუ ეგ ნიშნავს რომ სმესი კარგი აქვს. იმ დღეს ხო გითხარი იდეალური სმესი აქვს მეთქი. გაღებირი? რამე ცუდი ხარით, ხვალე მოვა კიდე რაღაც არ მომწონს ეს. ბიჭო, ცუდი არ თქვა, ამდენი ხანია ცუდობა. მოდი თუნი გადავუღე, აი ჩანს რა. აი ტურბინა. ეს არის ტურბოს ფრთა, ხო? ნო, გეითი. ეს გეითი, კაი მდგომარეობაში, ხო? თეთრია შიგნით ყველაფერი. ანუ სუფთადაა. კი, აგერ არის კატალიზატორიც. ხო, როგორ მდგომარეობაშია? კარგ მდგომარეობაშია. კარგ მდგომარეობა, გაჭედილი, ფუჭებული ასე ვთქვათ, არ არის. არაფერი არ არის. აბა რა უნდა რა? რა გინდა, შენ გინდა რაღაცა, თორე მანქანას. რა მინდა შენ არ თქვი გაბოლაო? ცოტა. საწავიდა 0.7 ლიტრიზე. არასწორად ჩაასხი ეთყობა. ბიჭო, 8 და 7 ჩავასხი. კიდე 700 გრამი დავამატე 9 და ჩამოცურდება ესა და გრილოს დაჭყობენ. 9 და ის იყო, რა ქვია? შეიძლება დაჩიკი ვერ აჩვენოს. არასწორად გაზომა რაღაცა. მერე შეავსო სისტემა და ასე შემდეგ. ხო. აი ეს უკვე მომწონს, იმიტომ რომ პოზიტიურ კარგ რაღაცეებს იძახის. ბიჭო, ყველაფერი, ანუ რაღაც სუფთა. ნახე როგორი ფილტრები აყენია? სუფთა? ეგ ხა ახალი ჩავაყენე და მაგიტო. იმ დღეს შევცვალე. შენ მანდა არ მოცდე, ეხლა ესენი შეიტანე და შენები გამოიტანე. ხო. დროში მოვიდე. ძაღლმა ის დაითრია იმას შეჭამს ლევან და ეხა იმას უხენა ბოდი და ნაბოლიგეს თუ არ გავერა. გადაგატყუა შენ მო. ეს რა იყო, იცი? გააჩერდი ჩიტო ეხა გაგიყრი და გაჭყეთნე თვალებსო. რა გიჟი ხარ, ჩემი კარგი. ესეც მეორე სერია, საჭაურტყი.
ეს არ გადაიღე? ადა. კაიქენი, კაი. იღე? ლევანამ რადონის დებილები არიანო, რომ ამასო მეტკავენო, რო არაერიო თუ არა და ერთი და იგივეაო და ამაზე ჩვენი ოპერატორი იტყოდა, რომ არა, კი ერთი და იგივეა, მაგრამ ქარხანამ ხო დააყენა იქით. ესე იგი რაღაცა მნიშვნელობა აქვს. მართალია. მართალია? კი. ხანდახან დავეთანხმოთ ხან. გული გაუკვეთ. აქ ყველა ბედნიერი უნდა იყოს. ხო. ეხლა მეორე ტურბო. აი ტურბო. ხო. უკანა ფრთა. რა ხდება? შეაფასე. კაი მდგომარეობა, თეთრი არის, შავი არ არის, გაცვეთილი არ არის, გეითიც ნორმალურ მდგომარეობაშია. კატალიზატორი. ჩვენი მთავარი მიზანია კატალიზატორი. ხო. კატალიზატორიც კარგი არის. არსად ჩამწვარი არ არის. არსად ნადები არ აქვს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ესე დავხოხოთ, დიდი ხმა ექნება, ვამუშავოთ ცოტა ხანი და მე გაზი მივცეთ. აუ, მაშინ ლევან ეს დაიჭირე, რომ კაი ვიხლოპის ხმას ჩავიწერ. ესე გეჭიროს კაი ერთი ხმა წამი. არ იქნება დამიჯერე. ახლოს არ მივიწევ. არა, რაღაცა უნდა გავყიდია, აიდა. რაო, მასკვიჩამ რა თქვა? იმის ხმაო, რა ქვია? ისმი შეჩემა. მასკვიჩამ რა თქვა ისი ხმაო? არა აქო ხმაო, აი ხმა, ბიჭო, აი როხროხი, პროსტა ზმაო, კულტურული ხალხი ვარდე. ახე რა ხმა, ჩემი ხო არ გადაო, ბიჭო. მასკვიჩას ამ ხმით დაუდგები სტოძოს ხმაზე შევეჯიბრები. არა ნაკლები კი მეტი ხმაა კიდე. და შეგიძლია აქვე გააკეთო გრუშტელი და გრუბიმიდან გამოუშვა რა. ხო, კაპოტი. კაპოტიდან და იარო მაგ ხმით. და მატორისთვის ეგ კარგია. ხო. ხო, კარგია მალეცლის რა. ეხა პიტაბი რა ქიანა? ხო? არა, იქ უკანაც გადის და რაღაცა. ანუ უკანაც გადის ეხლა, მაგრამ რაღაც ნაწილი აქედანაც ამოდის რა. რა დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ვამუშაოთ ესე? 10 წუთი. აი, დავინიშნოთ აბა 10 წუთი და ძალიან სერიოზულ აღმოჩენას გავაკეთებთ, ასე ვთქვათ რა. 13:45. აუ. ჰა? დავაჭუმე. ერთსაც მივადგავ რა, ერთსაც. და ჩაწერე ხმა. აუ, რა кай ხმა აქ ჩემ. ზარა, მართლა, ძალიან მაგარი ხმა აქ. თურმე რა кай ხმა ქონია და ეკოლოგიის გამო რა დედაუტეს ჩაგუდეს იმენა. აი საერთოდ არის მის ხმა, როცა ანუ აწყობილი კატალიზატორი უყენია და ყველაფერი გამართულია, ასე ვთქვათ რა. თუ მოკლედ დადგინდა რომ იკლებს, კლაპნის სალნიკია შესაძლებელი ან რაღაცა არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და არ დაიკლებს ამდენზეც ესე მალმალე და ვთქვათ 2000-ზე, 3000-ზე დაიკლებს თუნდაც ლიტრსა, მაშინ ეს ჩემთვის დროებით მისაღებია. იმიტომ რომ 4 დღეა რაც ჩამოსულია მანქანა რა, შევხედავთ, გავაანალიზებ, ცოტა დრო მჭირდება რომ ეს აზზე მოვიდე, დავგეგმო რაღაცეები, სერიები, რას როგორ ვაკეთებთ, რა შვებით და კარგი იქნება თუ 3 დღეში ერთხელ ჩამატება არ მომიწევს და მე ანუ ამ შემთხვევაში ვივლი ამ მანქანითაც გამოვაცოცხლებ და ჩემთვის კარგი იქნება როგორც მომხმარებლისთვის და ხა როგორც კონტენტისთვის უნდა დაისტუკოს ამის დედასვატირე და თავიდან ამოვიღო და ჩავოთ რა. აი ეს პატარა შეჯამები უნდა გამეკეთებინა და რომ მონახაზი რომ აი რა შვებით, როგორ შვებით დღეს აზე მოვეთ. ასევე ანტიფრიზის უნდა შემოდის ცოტა, როცა ფეჭვთავ ეგ თქვი და მაგასაც შევხედავთ იმედია. აი ჩაკ. ალო. მოკლედ პირველ მიცემაზე აქ, მეორე მესამეზე არა, ეგრე იყო. გული რო გამიხეთქა გუშინაც რა, უკენდან. პირველზე ქონდა, მე არ ქონდა. აი ხომ ნახოთ აბა გიორას ტყვის. ის გადავა კიდე რო ამოვარდა ის. ცეკოს იმენა დეტალები. ხო, აი აგერა წერი ამას. 20-12-18-ში არის შლანგი ამოშვებული და ალბათ ერთი წლის მერე არის შეცვლილი რა. ცოტა ბოლი აქვს, არა საგანგაშო, ის შერასაც იძახი რამდენი დაიკლო, ეგ მაგნეს არ დაიკლებდა რა.
აბა რას დავაბრალოთ? შეიძლება არასწორად გაზომა და კიდე დავაკვირდი ანუ რა. ცოტა ბოლავს, მაგრამ საგანგაშო არ არის. ანუ და ქვევიდან რომ გაზდიოდა? ქვევიდან რომ გაზდიოდა, ეგ კიდე ცალკე არის. სანახავია. ხო. შეიძლება ეგ იყოს მიზეზი, მაგიტო დააკლა მაგდენი, ხო? ბევრი გაზდიოდეს კი. კამერით იქ, აუ. რა. ცხელია ეხა. რა. იქ დაბლა ტურბინის და დამცრელზე რო გვენახა ზეთი მეთქი. გაზდის თუ არა და ცივი რო იყო, მაშინ უკეთესი იქნებოდა. კამერას დავინდობდით. ისე კამერა გაცვლია ტემპერატურებს. რა ვიცი. აი შეგინთ რო პრიალებს ხედავ ზეთი. ახე აიცა, აი დაბლა რო კი, დავინახე. ეგ არის ზუსტად. ანუ ვერ მოიტყვა ტან ეკრანს უჩდელში რომ. აი. არა. აუ წეგან კარგად გქონდა რა. ესე? ხო. ბიჭო. ვანარას მანახეთ მითხარით ეგ? ანუ მაგვანას გაზდის დიდი ალბათობით? კი. ალბათობით თუ იმენა გაზდის? გაზდის. უეჭველი. კი. ხო. ანუ ტურბინები ამოსაშლელი მაქვს. კი. ზედა მხარე. ცოტა არის კლაპრისალნიკები. ხო. ბოლოა და აქ ბევრი გაზდის. ანუ ესე იგი ბოლოსთან კავშირში არ არის ეს ტურბინის ვანა, უბრალოდ კლებასთან კავშირში არაც სულია. რო გაზდის ეგ თემა. ხო და ბოლოა, ნუ კლაპრისალნიკები არის ოღონდ ჯერჯერობით დაწყებითი სტადია სამწუხაროდ, რაც ალბათ ნიშნავს, რომ შეიძლება შეცვლილია, მაგრამ რაღაც 60,000 წინ ან 80,000 წის ბლედ. აი აქ რო ჩანს აი რო ირეკავს ხო, ხედავ. კი, აი იქ რო ილოკება, ხო. ეგ არის ვანა. კი ბატონო, აი დავიჭირე ეს მადგინი. ხედავ ზეთი. ხო. უბერო დგას. ხო. აი გამოძრავი მანქანა, აი ხედავ. ხო. აი რო ყანყალი. კიო და შეიძლება მაგდენი დაიკლო? კი რა, ვერ ხედავ გუბე დგას და. ანუ 700 მილილიტრი. მილილიტრი რა 700 გრამი რა. კი. თითქმის ლიტრი რა. აი როგორ ხანა. კი, ეგ არის. აშკარად ჩანს. აი ეგ რასაც ხედავ, ხო. ყველაფერი დასაშლელია. ხო. სამწუხაროდ. კი ბატონო. კაი, ეხა საინფორმაციო კითხვა და სხვებმაც რო იცოდნენ რა, აი მსგავსი ამბავი. რა ხარჯებთან არის დაკავშირებული? ეგ ყველა ინდივიდუალურად აკეთებს და ყველა სხვადასხვა ფასი აქვს ხელობის რა. ნუ შემთხვევაში შენთან. ჩემ შემთხვევაში ხა ამ საქმეს მე ესე კლიენტისთვის ვაკეთებ 800 ლარად. კი ბატონო. ანუ ამოიშალოს, ის ვანა შეიცვალოს ეს ხელო. ნაწილების ხრივ? ნაწილების ხრივ ის ვანა რაც არის ღირს თუ სწორად მახსოვს 350 ლარი ორიგინალი. ხო. დანარჩენი ისეთი არაფერი არა, ეხა ეს შლანგები შეცვლილია, არ დაგჭირდება, დანარჩენი იგივე დგება. ხო, ანუ 300, ხო რა. მაგითი ერთ პრობლემას მოვაგვარებს და რჩება კლაპნისალნიკები, რჩება სანახავი გვაქვს ესე კრიშიკიდან თუ გაზდის აქეთ მხრიდან. კი ბატონო. აი, ხო. ზოლს ხედავ? კი, ახალი არის. კი ბატონო. ანუ კრიშის პრაკლატკიდანაც გაზდის კი ბატონო. და შესაძლებელია. მთელ სიგრძეზე. ანუ ის ჩვენი იმედი რომ გამოშრება და აღარ დაიკლებს თუ აღარ არის, ხო? ანუ ორივე კრიშკის პრაკლატკა. კი ბატონო. ვა. არა, ნუ ჩვენი რო არ ყოფილიყო. არ მაინც უწევს. ორივე კრიშკის ხუფის ხო. საფენი. რა ღირს პრაკლატკები? ორიგინალი ღირს თუ სწორად მახსოვს ცალი 500 ლარი. ცალი 2 ცალი გვინდა. თუ სწორად მახსოვს. არა ორიგინალი უფრო ნაკლები. ხო. არა ორიგინალი ერლინგი და არა ორიგინალი ერლინგი მე მგონი 250 ლარი ღირს ორივე მხარე რა. შეიძლება რომ გავრისკოთ დავცადო? პრობლემა არ არის. იმუშავებს, ხო? ერლინგი რა, კარგი ჩამონაცვლებელია, ასე მე როგორც ვიცი, რავი, ძველ M62-ებზე, N72-ებზე ყველაზე იხმარებოდა და ხო, რა გავარ კონკრეტ ორიგინალი რა ღირსდი ძალიან დიდი სხვაობა თუ არ არის რა. დიდი სხვაობა არის. ნომერია დაწერა. ხო, ვაგროვებ თულს, უკვე ვაგრო, აქამდე ხო არ ვაგროვებდი არაფერზე. ამ მანქანისთვის ვაგროვებ. არ გეყიდა მე და არ შეაგროვებდი. ბიჭო, ხალხს ვანახებ იმ ტანჯვა წამებას, რაც შეიძლება დაჭირდეთ. შენ ძალიან გაგიმართლა მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა და ეს ტანჯვა წამება. ამ ხარჯების მიუხედავად, ეს ხო? არაფერი არ არის.
ეს არის ზღვაში წვეთი. ვაში წოდი. კაროჩი და ესე პრაქტიკულად კარო იყოს მარტო შეცვლილი რა. რეები აქვს ამოსასვლელი. რასაც უყურებ ყველაფერს. არა, მაინც დინამო მოსასვლელი და ესე. დინამო არა. ნუ შედარებით მარტივია, ანუ. ო. კაროჩი, იჟექტორები უნდა მოიღო, ხო. ბაბინები, ეგ ეხა ხო ყველა მანქანაზე ეგრეა. ნასოსები. იჟექტორის რეზინები უნდა შეცვალო მერე, ცალეღირს 20 თუ 25 ლარი, ტეფლონები, ხო. შაიბები. ეგ კაია მე რო შევცვალო, ზვირი არ არის რა ბარემ. იმიტომ რომ ბარემ და ეს 20 მიემატება 40 და ადის მე რაღაც თანხამდე. გაგიჟდები რა. აი ეს მანქანა იყიდება. აჰა. მიყიდეთ ვინმე. გინდა ხო? ხო. სულავას ანგარიშის ნომერსაც დავწერ, აუგროვო და ის სატრანსპორტო ანუ გადასაზრდენ ძრავისთვის, ნაწილებისთვის, რაღაცეებისთვის უყიდოთ გიოს ჩვენგან. კაი, ისე ეს ნაწილები ყველაფერი, ესე იგი ორივე პრაკლატკა, ორივე ხუფის პრაკლატკა, საფენი, შუა სადები, როგორც არის ქართულად. ისიც ხო უნდა ბრგვალები ბარემ. რა. საფენი რაზეც იცვლებ, ბოლტებზე რო ეჭირებ. არა, ამას ეგეთი არ აქვს. არა. კაი, საფენები ორივე სახურავის ტურბოს დამცლელი ვანა. ტურბოს დამცლელი ვანა, რის გამოც ამოსაშლელია, ძრავი, ეს ზედა ნაწილი და აი კიდე ერთი წყლის შლანგი აქვს, ნახოთ ისიც. აბა, ბარე, მიდი, ბარე, დამამძიმე ბოლომდე. ბარემ ბოლომდე. მომკალით და ეგ თუ როგორ არის რაღაც რო იძახი. ნუ ჯერჯერობით ცოტა მშრალი. ეგ რა არის? აი მე 6 სერიაზე რო შევცვალეთ, წეღა რო იძახდა როგორ გაზდის, როგორ გადიოდა ამაში წყალიო. ბიჭო, მაგრამ ამას რო ამოვშლი ეგეც ხო ამოვადა, რო გამოაზრობ ალბათ შეიძლება ხელში ხელში შეგჭეს, ხო? ეგ შლანგი. კონკრეტულად მაგ შლანგს აქვია? წყლის შლანგი არა, გალოკებში დამაკავშირებელი. დამაკავშირებ მივხვდი. აი ეს ყვითელი ნადები რო აქვს, იცი, დავაფიქსირო აი ეს. შეიძლება ეგ ანტიფრიზის ნადები იყოს. ხო, არა, ყვითელი ანტიფრიზი ასხია თან. მაშინ გაზდის. ეგ არის. მაგასაც დაწყებულია. სუნი მანდედან გვაქვს, თუ შეიძლება ფეშის რადიატორსაც ჭირდეს რა. აქედან იქნება სულ. არა აუცილებლად სხვა რამინდანობს. გურამო ბოლომდე გავწიროთ. რბილად რო ვთქვათ, ხო? ბიჭო, კლაპნის სალნი. ეხა ისეთი პატარა ბოლი აქვს, რომ კლაპნის სალნიკები ჯერო თავი დაანებო, პრობლემა არ არის. ხო, ჯობია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოკლედ ვანას რომ მოვაგვარებ და კრეშის პრაკლატკებიდან, მოკლედ 5000-ზე ვაპირებ 4000-ზე რომ შევცვალო ზეთი. მაგ გარბენზე დაიკლებს მაქსიმუმ. მე ეგრე ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან ცოტას. ძალიან ცოტას. თორე დავტვირთო მაინც ესე რაღაც ლიტრანახევარი მაქსიმუმ, ხო? ბარემ არ ჯობია ერთად გაკეთდეს ყველა. მაშინ ძრავი და ამოიღო და ყველაფერი შევუცვალო და ბარემ შევცვალოთ ესეც. არა. საზღვარი აღარ აქვს ამ ძრავთან. ხო, კლაპნის სალნიკებს ამ ეტაპზე ვიკიდებთ მოკლედ რა. ჯობია. ხო რა. იმიტომ რომ მაგდენი როგორ ჩანს ხო იმ ვანიდან გაზდის ძალიან ბევრი და პრაკლატკებიდან. ხო რა, პრაკლატკებს პლუს ვანა მოგცა დღეში, 3 დღეში მოკლედ ისა 700 თითქმის ლიტრი რა. ვერივი რა. ხო. ვერივი. იქ ვანას რო გაზის კიდე დაბლა ვანა აქვს და შეგვიძლია ეგ ჩავკიდოთ ელექტრომოტორში კიდე ზეც რო გაასხავს, მე შემოაბრუნოს უკან, ჩაასხავს უკან ძრავში. შვენიერი იდეა. ეგრე ხო არ ქნათ? კარგია. მოკლედ მაინც გამიმართლა, მაგრამ სტანდარტული ეს BMW-ს ეგრეთ წოდებული პრობლემები და სუსტი მხარეები გასაკეთებელი, მოსაგვარებელი მაქვს. ზეთის ჟონის აი ეს მაგალითად ეს შლანგები 900 ლარი ღირს და შეცვლილია. ხო. 1600 ლარი ღირს ეს საქშენი და შეცვლილია. ხო. რა გამართლება არ არის? გადარჩენი. უეჭველი ძველი ბოლტები იყენება ამას. რა ეგეთი ბოლტები პირველად ნახე. ხო და იცი გადაუბა? ეგ ბოლტები რო დაუყენო, ტურბო უნდა მოხსნა. რა? ვერ მოხსნა. ძველს ვაყენებ აუ გიჟი კი არა. მაგრამ გასახარი ისაა, რომ ტურბინა კარგ მდგომარეობაშია. კი ბატონო. ის მას რა ქვია? ალები სანთლები შევამოწმოთ? მინდი აბა. ნახე? ხო. Bosch. და 2023, ანუ ახალი შეცვლია ბაბინა. ბიჭო, აი ძმას ეხა ესეთი მანქანა რო რამე აი კლიენტს რო მოეყვანა რა გიო შემოწმო ვიყიდო თუ არ ვიყიდო, რას ეტყოდი? ამ მდგომარეობით რა? იყიდე მეთქი ვეტყოდი. გაკიდოს ვარფი. არა. აი როგორი თემა, იცი?
რო ღირს რომ მოხოდო რა, იმიტომ რომ ხო ეს პრობლემები აქვს რა, მაგრამ აი მე და ჩემი ოპერატორიც დღეს ან უკვე ნანახი გაქვთ ჩემი გატარების პირველი ემოციები, ან ამის მერე ნახავთ, არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ აქაც ვიტყვი რა, ძალიან კარგად დადის. ჩააჭერი, როგორც უნდა მიდიოდეს, ისე მიდის, მანევრი, სავალი ნაწილის შეკრულობა, რაღაც აი, რაც კარგ მანქანას ახასიათებს რა. ყველაფერი კარგი აქვს, ასე ვთქვათ რა. ხო, აქედან გამომდინარე, ღირს რომ ამ ავტომობილში, მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში რა ფაშიც არის მოგებული, ინვესტიცია ჩავდო და ეს პრობლემები მოაგვარო რა და რაც შეეხება კლაპნის სალნიკებს, არ ვიცი. ნახოთ, დავალაპარაკებით სპონსორებს, მიმდინარეს, ვინმე ახალი თუ მოვა და ნახოთ, შეიძლება შევცვალოთ, მაგრამ აქ ერთი თემა რა არის, იცი? არის შემთხვევები, ხოლმე გიოხ გავუვა და ვიტყვით რა. აი მარტო არაფერი პრობლემა რო არ კონდეს ხა ამას და კლაპნის სალნიკები აქვს რა პრობლემა რა. მოკლედ ძრავს რო იღებ და რო იწყებ კლაპნის სალნიკების შეცვლას, მერე აი არსაიდან მოწმენდილცაზე მეხის გავარდნასავით ამ ძრავებს ახასიათებს იმდენი რაღაცა ემართება ხოლმე და რაღაც ახალი პრობლემა ჩდება რომ აი მაგიტო სიმართლე რო გიხარ მაგიტო ვიკავებ თავს რა რომ მოდი შევეშვათ რას ვამბობ იცი კლაპნის სალნიკები რო იყოს ეხა მარტო პრობლემა თქო რა და აი ფულიც ვიშოვე ატმოსფეროს მოვატაინე სალნიკებიც ისინიც და დავაიგიო მეთქი შევცვალოთ თქო რა რო ამოიღებ მეთქი რა შეიძლება ისეთი ახალ-ახალი რაღაცები გაგეჭიდოს მოწმენდილცაზე რომ მე უკვე კი შეიძლება კი მაგიტო მეთქი ჯობია ეს პრობლემა მოაგვარო და რა ქვია კლაპის სალნიკები ჯერჯერობით იყოს სანამ მაგრა არ და საგანგაშო არ არის და ეხლა მაგის გამო ამ ხელა ხარჯში გადავარდე და ანებო თავი ჯობია ამ ძრავის უსაფრთხოდ მუშაობას პრობლემა არ ემუქლება რა ჯერ არა კატალიზატორის ძალიან სუფთა არის და ჯერჯერობით არაფერი არ არის რა შენ გინაცვალე ეხლა ვამოწმებთ ალების სანთლებს ეგრეთ წოდებულ EC switch-ებს ბაბინები კარგი 23-იანია ყენია ბიჭო სხვაც კაი იქნება რა ყველა ეგეთი იქნება ხო ოპა ბასუჩა ბოშია ესეც ესეც ახალი შეცვლილი ხო იმ დღეს შენ ერთ N45-ზე ამოვდი რაღაც წითელი ნადები ნახე რაც კაი იმას ნიშნავს რა ამას ეგრეა აქ კი კარგად არის კაი ისმის ისაა ხო კი ამ შეშებს დაზაზურება ჭირდება ქარხნულ პროგრამაზე არაფერი არ ჭირდება აი ეს ვეჩი რომ ხსენიჩი ცენიჩიც უჩაგებო ჩავიხედოთ მოხსნილი რადგან ქონდა ბარემ ეგეც რა გამithვა კოკაკოლა ოპა ყველა ბაბინა შეცვლია მოკლედ ყველა 23-იანი შაშანი ყველას რატო იძახი ორი ნახე ორი თუ არის ეგ ყველა არის იქებ ეგ ორი შეცვალეს გამორიცხულია შანსი არა აი კარფაქში ტყილა არ ეწერა მანქანა დასერვისებულია და მეტი წარწერა არისო იმ გარბენზე იმ მისვლაზე დაფიქსირებულია და თურმე რამდენი რაღაცაა გაკეთებული ბარე მარილის მოიყარათ просто ეჟეკა სვეჩებიდო და მაგრამ კარგად დადის ამ რა გინდა დაანებეთ ხო კაი სვეჩებია რა რა კაია მიხარია რა მოზრას ტყვი რა ეს თეთრი ახალ ჩამოსული დიდი ხნის დადგომი და რაღაც თემა კარგია სვეჩი მეორე სვეჩის კაია მეორე ბაბინას 23-იანი ეხა ორ ცილინდრში ჩავიხედებით ცილინდრში მეგობრებო და ნახავთ ცილინდრები დახაზულია არა და ასე შემდეგ რა აი შენ ჩანხარ ნახე კი რა სიმპათიური ვარ ოპა ოპა პორშინ პორშინოვიჩი ახტება როგორ ვართ ეს კლაპნები აი ესა უკვე ზეთის ხო ნადები ცოტა რაც ბული აქვს ხო კლაპნის სალნიკის გამო აი ეჯექტორსაც თავი ცოტა მოსველებული აქვს რასაც რომ მოხსნით იმ შაიბებს ის რო იძახ შევცვლით ეგაა ხო ეგ სხვა რაღაცაა შეიძლება ცოტა საპარებდეს რა აბა ეს რა თემაა რა მოსველებული რო აქვს შეიძლება ოდნავ აპარებდეს წნევას ვერ იჭერდეს ინჟექტორი ხო ფარსუნკა უკვე სხვანაირად უნდა შემოწმეს და მაგიტოა კეთყვა ცივზე ისა ეს ჭუჭყია ჩაგიუზული ხო არა არა заводскоია ცილინდრი კაი მდგომარეობაში ვაფშე დახაზული არაა და ეს არის უკვე დამწვარი ზეთი ესაა ზეთის კვალი რომ ის კლაპნის სალნიკებს რო ეპარება ეგ კვალი მანდა რა ეგ ნადები არ აღჭერს არაფერს არა ეხლა მეორე ცილინდრში ჩავიხედოთ
აკაც იგივე სიტუაცია არა. როცა ბოლომდე ვერ ხედავთ პორშინის ზევით არის ამოწეული ჩაწევა. ხო, ცილინდრი არ ჩანს კედელი. აი ზეთის ცხი მიხედავ. ხო. ეგაა ყველაფერი რა. აი, ხო? აჰა. ესე იგი ორი ცილინდრი შევამოწმეთ. რავი, ყველანაირად ჩავიხედეთ. კარგ მდგომარეობაშია კედელი, რასაც ქვია, ხო? ჩაგილზული არ არის. გაფუჭებულიც არ არის. ხო, ნახაზი რამე რომე არაფერი არ აქვს. და მოკლედ ძალიან კარგი სიტუაცია ამ გარბენის მიხედვით, აი პატრონი რო იქ 8000 მილზე უცვლიდა საშუალო ძეც, რაც ჩვენთვის კი ბევრია, მაგრამ როგორ ჩანს, მუშაობს რა და არ ჩახაზა, არც გადაახურა და არაფერი რა. კი ბატონო. სვეჩები კარგია, ახალია, ბაბინები უეჭველად ვიცით რომ ახალია, იმიტომ რომ აწერია გამოშვების თარიღი და 2023 წლის 15 რაღაცა სექტემბერი. მოკლედ რა ვიცი რა. ყველაფერი ამ გარბენს რაც შეეფერება არის შვენივრად რა. ესა ჩემი კომენტარი. ჯერჯერობით პრინციპში საგანგაშო და სასწრაფო არის, სასწრაფოდ ინვანის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ხარში ხარ ხა მიახლოებით. ესე იგი 800 ლარი ხელობა და პლუს ვანაღირს 500 ლარი, ხო, მე მგონი როგორც რაღაც 20-30 ლარიო. ხო, ის 8 ცალი, 8 ჯერ 2 160 ლარი, ანუ 1300 პლუს 160, 1500 ლარი მინიმუმ რა. ხო, პლუს გამბაჟების ფულს ვაგროვებთ კიდე. რამეს ხა კიდევ ამოწევთ? ეხა პრინციპში ამითი, ხო, და ის გაგრილების შლანგი, ხო, აი გაგრილების შლანგი. ეგის დაახლოებით აი ის გაგრილების შლანგი ორიგინალი BMW ცენტრში გამოწერილი ღირს 160-180 ლარი რა და ეგეც ნუ შეიცვლება რა. და პლუს რაღაცა შეიძლება მოხსნის დროს, რა ქვია, დაგვემატოს, ეგეც რა დაუთვალისწინოთ, რომ მივომატოთ, აჰა, მაქსიმუმ 500 ლარი რა. ხო, სადღაც გამოდის. გაიგეხმა? კი. მოიჭირა თავის ნორმაზე. ნიუტონით. 23 ნიუტონით. აალების ანთლები მოუჭერთ 23 ნიუტონ მეტრით. ხო და მოკლედ სადღაც ესე იგი 1500 და პლუს შლანგი თუ მივათვალე 2000 ლარი ხო და კლაპლის ანლიკების პრობლემა დარჩება რა. ვაჟ ბატონმა თქვენ რო ლაპარაკობთ სვეჩებზე და ბაბინაზეო, მეც დამჭირდა ამოვიღეო და ბაბინა შეგნი ჩატო. თავის მანქანა აუ ცუდია. მოკლედ ესე იგი დაბრუნების შლანგი წერია, დაბრუნების შლანგი, სადები, ვენტილაციის ხაზი, ძრავი, საჰაერო საჰაერო გადაზიდო არ გვია. შლანგი შემავალი, ცილინდრი 1.4. რომელი? ვენტილაციის ხაზი. ვენტილაციის 163 ლარი. 163 ლარი ის კი ბატონო რა. მაგასაც ვიყიდი აუცილებლად. გამოვიწერ მაგას რა. ხო, ანუ 2000 ლარამდე სადღაც ამ პრობლემას მოაგვარებს და კაია რომ სვეჩები არ მაქვს აყიდელი, კაია რომ ბაბინები არ მაქვს აყიდელი, ტურბინა კაია, კატალიზატორი კაია. ამას მოაგვარებ, კლაპსან დარჩება და რავი, ამ კლაპნის სალონიკებით შეიძლება ვიარო კიდე ერთი 50000 რა. ნუ სლოვას ჩაეღიმა ეხა. მეტი მოგივიდაო ძალიან, მაგრამ მე კაი ბიჭი ვარ, კარგად ვადგავ რა გაზზე ფეხს და მოკლედ შეიძლება გავაკაჩინო რა. ხო, ეს საქშენები და ის აქ ზევიდან რო ქვევით ჩადის კარტერის ვენტილაცია. აუ, კარტერის ვენტილაცია ხო ზევიდან ქვევით ჩადის კარტერში. ვენტილაცია ეს არის და აი აქ. ხო, და ეგ შეცვლილი მაქვს მე. ხო, ეს შეცვლილი. აი ეგ מחარებს ძალიან, იმიტომ რომ ცალკე. რა წერია გამოშვების წელი? 18 რა. აი 18. აი 20 12 18, ანუ 20 დეკემბერსა 2018-ში და არა აუცილებელი რომ 21 დეკემბერს დაყენებულიყო. ნაწილი გამოვიდა მაგ თარიღზე, დაყენდა თქვა 2020-ში. რაც უფრო გვიან დაყენდებოდა მე მაწყობს. ხო რა. ეს სავარაუდოდ რომ დასერვისებული როცა არის, მაშინ არის შეცვლილი რა. ხო, ბიჭო, არა, просто რატო იცი 2018-ში თუ არ მგონია, 2018-ში ამანქანას ჰქონდა 40000 კილომეტრი გარბენი. და ეჭვემპარება რომ 40000-ზე შეეცვალთ რა, ნაწილი არის 2018-ში გამოშვებული და სადღაც 70-ზე ან უბრალოდ იმაზე რა. აი სერვისი როდის უწერია რა კილომეტრაჟზე დასერვის და იძახ. ბიჭო, ბევრი გარბენზე, ბევრი ჩანაწერი აქვს, რომ დასერვის და ბევრი რაღაცაა გაკეთებული რა. ხო და რავი, ამ მანქანის პატრონს ამერიკაში ყოჩაღ რა. რა ექნა ეხა? კლაპნის სალონიკები არ შეცვალა რა, ლოგიკურად. დანარჩენი
რაც საჭირო იყო და რაღაც აუცილებელი ყველაფერი შეუცვლია რა. აი რატო გაყიდავ რო კითხულობდი მაგიტო გაყიდა ალბათ. არა მგონია მე უკვე ვიჯერებ რომ ეს მანქანა არ არის ანუ გაჩალიჩებულ თემაში რო აი რასაც აკეთებენ რა ძრავი გააფუჭეს და მე ჩაძირეს რომ სადაზღვევოსთვის შეეტანა და რაღაც არაფერი მართლა ერთ მომენტში რაღაცა მოხდა მოვარდა წყალი ან რაღაცა სადღაც მოკლედ მართლა ჩაიძირა და არაფერი ჩაძირულის წყალი არ სად არის? ბიჭო ის არ გაგივლია? იშადებინა ესა ფორდილერმა ნესტის შემწოვი და იყო 9 ლიტრი შეწოვილი ქონდა რა მინიმალურად იყო თუ იყო ხვდები რა აი აქ რა სადაც ქონდა ზნაკი ის რომ აქამდე იყო ჩაძირულიო მაქედან წყალი არსად არ შევა შანსი არ არის არ არსებობს ხო და ნუ არა ფაქტია რომ ისა რა არ გაგივლია მაქა კი სადაზღვევოს დაურეკა რომ ძმაო წყალი მოხდა რაღაც დონეზე მანქანას და სადაზღვევომაც რავი გაატოტალა რა და ძალიან კაი მე მიხარია შეზაბოლოო ჯამში $2500 ჩემ ხვდა რა საკონმიტი აუქციონის დანამატი $3150 არ არის მე მგონი ცუდი ძრავი რომ ამოვიღო გიო ეხა ამ მდგომარეობაში და გავყიდო ხო გაიყიდება რო დავშალო ძრავი $5000 ეს ბორად თავის დინამოიან ყველაფრიან და არ არის ეგრე ბაგის ფასები არ აქვს ხო ნუ ეგრეა დაახლოებით წინა 2 ლეთფარი $1000 უკვე $7000 არის მე მიამატე დისკები ბამპერები კაპოტი $20000 ამოვიღებთ ამ ნაწილმანი ნაწილებისგან რა დავშალოთ და არა F90 ვიყიდოთ ავასტეიჟო დრაგებზე გამოვიდეთ და ჩავერთოთ ამ გასწრება გამოსწრობანას თემაში ვინვის გაასწრებს რა აი ხალხო გავიშიფრე მოკლედ ხო გეუნებოდით ხო გიხსნით არა ვარ მეთქი მე ტრადიციული BMW-ნიკი რომ ხულიგანკა და ტრიცით ჩესტი და სოროკ ჩესტი და ვინვის გაასწრებს ან ზანოს ჩადგომა BMW მიყვარს მე-5 სერია ჩვეულებრივი M5 და სიმსოტი არის ჩემი საყვარელი მანქანა. მე მიხარია რომ დღეს გიორგი სულავასთვისაც სიმსოტია და კონკრეტულად E38 საყვარელი მანქანა. და ყავს კიდევაც. ხო და ეგრე. просто ვერ მოიცალა რომ ის ვანუსი გააკეთოს. შუშა ვერ უშოვე უკანა ვანუს თავიდან. ისე მიდი თქვი რამე თუ გინდა და იქნება გამოგვეხმაუროს ვინმე. უკანა შუშა მინდა ორმაგი. უკანა შუშა გინდა ორმაგი. რომელი მხარე? უკანა. მოიცა სულ უკანა. უკანა ლაბამოვი? ხო. კიდე რა გინდა? კიდე? სიდენიები და რაღაცები? არის შოება ექსტენები არსად. ანუ სიდენიებიც გინდა. უკანა შუშა მინდა. ხო, უკანა. ორმაგი. მოკლედ E38-ზე უკანა ლაბაოი ეგრეთ წოდებული ორმაგი შუშა თუ ვინმეს გაქვთ, სულავას შეეხმიანეთ რა, იმიტომ რომ თვითონ ვერ შოულობს. სულავას დასკვნა მოვისმინეთ, ასე ვთქვათ, როგორც წესი იყო, ისე შემოწნა მანქანა, დაავქოქეთ, იგივე პრინციპით, როგორც მე ვნახე, შეხედა სულავამ, რომ კიო გამოუშვა, მოდი ეხაო გადავხსნათ კატალიზატორებიდან და შევხედოთ ისეო, ეგრეც შევხედეთ. და ნუ იქიდანაც აი პირველ ჩაჭერაზე გამოაქ რა და ნუ გაიგეთ კიდევაც სულავამ რას თქვა რომ ესო არაფერი არა და ამის გამო ძრავს ნუ ამოიღებ. მოკლედ მეც გამიხარდა გიომ რო ეგრე თქვა და მივხვდი რომ შეიძლება პრინციპში ანუ თემა ესეთია რა წესით ამის გამო თან 160,000 რო აქვს გარბენი კილომეტრებში უნდა ამოიღო ძრავი და როგორც წესი არის ისე უნდა შეცვალო ეს ეგრეთ წოდებული კლაპნის ანუ სარქველების სალნიკები ანუ საფენები მე მგონი თუ სწორად თარგმნი რა მაგრამ თავისუფლად შეიძლება რომ ამ მანქანამ ამ ძრავით ესე მდგომარეობაში ძალიან ბევრი 1000 კილომეტრი კიდე გაიაროს აქ საუბარი არის 20 30 50-ზეც შეიძლება ავიდეს და მე ეხა 200 რო გადაცდება კი უნდა შეუცვალო ნამუსის ამბავია რა ხო, შემდეგ სერიაში აუცილებლად შემოგთავაზებთ, მეგობრებო, ამ მანქანის დატვირთვას 0-ას 100-200-ებს და, ნუ, კი ეხლა ვიღაცები დაწერენ, რომ რატო ამოწმებთ მაგეებს სიმსოტია. აი, ეგ წესია ზოგადად ეგრე. მე არ ვიცი თქვენ რატო კითხულობთ და რატო სვავთ მაგ კითხვას, ვინც სვავს რა, ძალიან მცირე კატეგორია მაყურებელს, რომ რატო ამოწმებთ და რატო ინი წაიღეთ. 1-2%-ია ეგეთი რა. მაგრამ მაგათ მიმართავ, რომ აი წესია ეგეთი რა და ბევრ რაღაცას იგებ მანქანაზე, აი მაგ გაზომვებით და ისედაც იმის მიუხედავად, რომ სიმსოტია და შეიძლება არ უხდებოდეს, მაინც მე მიყვარს და 98%-ს გაინტერესებს ჩვენი მაყურებელსა და რა თქმა უნდა, ვიზავთ მაგას რა.
ეგეც კიდე რა, სწორი ისა, აქედან არის მის ეხა ძალიან შორს ხა და არის მის შენი ხმა. სემსოტი არა, მეშვიდე სერია ოპერატორმა მითხრა, იმიტომ რომ კომენტარში იყო. ნუ სამწუხაროდ ეგრე როგორც რაზვალნი ტულკებს, რაზვალს, ხადაოის, მატორის და ბევრ ეგეთ ოკუპანტი ქვეყნის ენის რაღაცა ბარბარიზმებს ხმარობთ. ახმაში ეგრე არის რა. ბევრჯერ მეშვიდე სერიასაც დაუძახებ ხოლმე და 750-საც, მაგრამ ნუ თავი რო არ შევიზღუდო და რაღაცა ეს ცენზურა რო არ დაუწესო ჩემ თავს, ყველასთვის ავტომოყვარულებისთვის სიმსოტი და სემსოტია და უფრო სიმსოტია კიდე ჩემთვის რა. ეგრე უხდება ასე ვთქვათ და. ხო, მოკლედ კიდე გავაგზავნოთ ხა. რაც უნდა ვთქვათ. ნაწილები ის სპრაკლატკები გამოვიწერე ყველაფერი ISS ტუნინგიდან ნაწილი და ნაწილი შეუკვეთე BMW-ს ოფიციალურ ცენტრში ჩვენთან და ველოდები ამ ტურბინის ვანას და იმ გაგრილების შლანგს რა, ეგრე შეუკვეთე ცენტრში დანარჩენი პრაკლატკები გამოვიწერე. ასევე სულავამ რომ მითხრა რომ ქვევიდან გარეცხეო და მე ვნახოთო ამ კარტერებსო გაზდის თუ არ გაზდისო, მაგ კარტერის პრაკლატკების გამოვიწერე და ნუ იყოს რომც არ გაზდიოდეს, მაინც იყოს. ველოდები მოკლედ მაგ ნაწილებს ჯერ არ ჩამოსულა, და სადღაც 20 დღე თუ მეტი გავიდა უკვე რაც გამოვიწერე. მინდა რესტაილინგის ეგრეთ წოდებული ეს ბაბოჭკები, აი ეგ შევცვალოთ მოდი რა, იმიტომ რომ ახალი სახელი მომწონს. ბაბოჭკებს ვეძახთ ამას და ეს არის არარესტაილინგის და ქართულად ამის სახელი არის თირკმელ გრილი, იმიტომ რომ ინგლისურად ეძახიან kidney grills, ანუ ხო, kidney არის თირკმელები რა. მაგას დაუძახოთ თირკმელ გრილი კი ბატონო. ახალი რა რესტაილინგის თირკმელ გრილი მინდა. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ ერთ-ერთ მაყურებელს, ზურას, რომელმაც ამ მანქანის ისტორია და სურათები გამომიგზავნა Epic Win-დან, სადაც აი იმ პირველი დაზიანების მერე 2016-ში რო ქონდა უკანა მხარეს რო გააკეთდა მაგ დაზიანების მერე როგორ მდგომარეობაშია ეგ სურათი ვნახე, სურათები უფრო სწორად თითქმის ყველაფერი მთლიანი მანქანის გარედან სალონი ძრავი და აი იქ უყენია ამ მანქანას თავისი თირკმელ გრილი, რომელიც არის რა თქმა უნდა რესტაილინგის და სხვათა შორის არის შეღებილი შავად რა. და აი ეხა უყურებთ მაგ სურათს და მოდი ერთად შევთანხმდეთ ერთხმად რომ ძალიან უხდება რა. აი ძალიან უხდება ჩვეულებრივი, ანუ ესეთი მონიკელებული თავისი რესტაილინგის რაც უნდა ეყენოს, ეგ ვარიანტიც და ეგ რომ მე შევღებო შავად, მოკლედ არ გავცდებით და არ გავცდებით ჩარჩოებს იმ ჩვენი სტანდარტის, რაც ვიზუალში გვაქვს დაწესებული და მოუხდება ძალიან რა, საერთოდ არ იქნება ვულგარული და ბანძობა რა. შეიძლება შევღებო, მოკლედ რესტაილინგის ჩარჩოებს ვინმე თუ გამოგვიგზავნოს და გვაჩუქებს, შეიძლება შევღებო, ან შეიძლება ეგრე დავაყენო. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, ეხლა თქვენც უყურებთ მაგ სურათს და მოკლედ ძალიან მომწონს რა. ხო, უკან მოკლედ ის დაზიანებას ეხა ოპერატორი გადაიღო კადრები და თქვენ ხედავთ, რაც არის, მოკლედ მან შეღებილია და გადაძვრა შესაბამისად 8 წლის მერე ეგ საღებავი, მაგას შევღებავთ, საბარგულიც შესაღებია, მე მგონი, არ უშველის მარტო ლაკის დასხმა, უკან შიტოკზე პატარა რაღაცა გამობერილი აქვს და მაგის გამო ალბათ შიტოკი შესაღებია და ნუ კრილოზე გაკეთდება პერეხოი და ხო, უკანა მარჯვენა კარის ეს ზედა მხარეა, ეს ზედა კანტი რა, ხელის რუჭასთან გასაღებთან ასე ვთქვათ. ეგეც მანდ მე მგონი უკვე ლაკი არის რაღაცა დამწვარი და შეიძლება მანდ მოკლედ რა მალიარების და მღებავების სამუშაო არის ამ მანქანაზე, მაგრამ რა შედარებაა რომ დარწმუნდი არა კრილოს ყიდვა არ მიწევს ან რაღაცის გასწორება ვთქვათ ჟესტიანჩიკთან და უბრალოდ შეღებო მიწევს და მეტი არაფერი რა, ეგა ძალიან მაგარი ამბავი რა. ხო, კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მეგობრებო, ამოვიღეთ ამ მანქანის ისტორია ცენტრიდან, იმიტომ რომ დადიოდა თურმე ეს ავტომობილი BMW-ს ცენტრში, ნუ თურმე კი არა, ხო ვიცოდით Carfax-ით და თურმე ჩვენ ცენტრს შესაძლებლობა ქონია რომ ამოიღოს რა იქაური სერვისის ამონაწერები და მოკლედ აი დასტა მეგობრებო ფურცლების 60 გვერდი არის და ნუ აი ეგ არის რა იდეალურად მოვლილია. ნუ უფრო იდეალური იქნებოდა რომ 1-2 ჩანაწერი არის რომ ცენტრმა შეთავაზა რომ რაღაც სამუშაოების ჩატარება, იმიტომ რომ ზეთს ჭამსო, ბევრსო პატრონი წუწუნებდა რა რომ მიდიოდა ცენტრში და ცენტრმა უთხრა რომ ესენი გავაკეთოთ. ამ პატრონმა უთხრა არაო და როგორც ჩანს, აი მაგაზე იყო საუბარი რომ ორივე კრეშკის პრაკლატკიდან გაზდის, შეიძლება კარტერებიდანაც გაზდიოდეს და ტურბინის ვაინიდან. ანუ როგორც ჩანს, აი ეს შეთავაზა ცენტრმა რომ ეს გავაკეთოთო და ცენტრის ფასებით, მოკლედ იქაც ძალიან ძვირი გამოვიდა
მოვიდოდა ალბათ მე ეჭვი მაქვს რომ 2-დან $3000 ამ ყველაფერს მოგვარება და ანუ მაგაზე უარი თქვა რა პატრონმა რა ეხლა მაგას ჩვენ მოვაგვარებთ სულავასთან ერთად და всё მოკლედ კლაპნის სალნიკები დარჩება მარტო რომელიც აი ჩავთვალოთ რომ 80%-ით იდეალურად მუშაობს და ჯერჯერობით არაფერი არ უნდა რა ასევე სავალი ნაწილი ეგრეთ წოდებული ხადაოი და მთავარი გიტარის აზვავი ტულკები არის შეცვლილი ეგეც წერია BMW-ს ორიგინალი ცენტში შეუცვალეს და აყენიათ ან ეხლა 2024-ში ფარები მეგობრებო სუახალი აყენია და თურმე მაგიტო იყო რომ 2024-ის იანვარში გადაპროგრამირებული აქვს რა ბლოკებიო ასე ვთქვათ ამის გამო იმიტომ რომ დეკემბერში მივიდა 23-ში და უთხარო ფარები იორქლებაო და წყალი ჩადისო და შეუკვეთა როგორც ჩანს მაგაზე ფული არ დაენანა ჯიგარს ამ მანქანის პატრონს და შეუკვეთა სუახალი ფარები BMW-ს ცენტრს და დეკემბერში რო იყო ეგ ამბავი იანვარში ეთყობა ჩამოვიდა და ორივე ფარი მოკლედ არის სუახალი და ძალიან გამიხარდა და აი მაგარ შესახედაობას და ვიც აძლევს ამ მანქანას ზუსტად აი მაგ ახალი ფარების გამო რა სამწუხაროდ არ წერია რომ კარობკა არის დასერვისებულიო ეგ არ გამისწორდა მაგრამ მაგას მივხედავთ ჩვენ ანუ ზეთის შეცვლას გულისხმობ რა კოლოფში და ასევე რაც გავიგე იქ ძალიან მნიშვნელოვანი რა რაზეც იყო ეს მანქანა აი ცენტრიდან გამოსვლის დღიდან ნამუშევარი ეს არის აი ის ზეთი რაზეც სულავა ბურღავს twins რომ 0.30 არის როგორც თქვათ N20-ისთვის N55-ისთვის და ამ N63-თვისაც მეც ეჭვი მეპარებოდა და არ მჯეროდა რომ ეხა აი რა შელმა BMW-ს გაუკეთა ეგრე Mercedes და AMG-საც გაუკეთა Petronas-მა რა და Formula 1-ში არის ეგ ბრენდი ხო და არ მუშაობს იმიტომ რომ უწერია რომ ის არის კარგად გაფილტრული მინერალი რა საბუთში უწერია თავის პასპორტში მაგზეც ხო და ეგ იგივე პრინციპით არ მჯეროდა რომ ეგ BMW-ზეთი კარგი იქნებოდა BMW შეფუთვაში და როგორც ჩანს ტემპერატურასაც მეგობრებო იდეალურად იკავებს მე სხვა მანქანებზე ვიცი სულავას განვიცი და მჯერა და აი მაგზეცია მოკლედ ნამუშევარი BMW-ს ორიგინალ 0.30-ზე ეგეც წერია აი მთელ სერვის ისტორიაში რაც ძალიან გამიხარდა და დიდი ალბათობით მაგზეცზე დავაბრუნებ ამ მანქანას იმიტომ რომ მაგზეთმა მოიყვანა ამის კლადიში და ამიში და შიგნეულობა ამ მდგომარეობამდე ესე იდეალურად და ნუ კითხვის ნიშნები უკვე აღარ რჩება რა ხო, აი ეგ მინდოდა მეთქვა, ძალიან გამიხარდა მაგ სერვისის სამონაწერის ნახვა, ძალიან გამიხარდა ახალი ფარები, ძალიან გამიხარდა რომ სავალი ნაწილიც გაკეთებულია თან ახლახანს. აი მაგალითად, Carfax-შიც არ ეწერა და არც BMW-ს ოფიციალურ სერვის ისტორიის სამონაწერში არ ეწერა, რაც თქვენ ნახეთ მეგობრებო, რომ ბაბინები და სვეჩები არის შეცვლილი ეგეც 2024-ში და სუახალი აყენია. ეგ არც ერთ Carfax-ში და BMW სამონაწერში არ ეწერა და აი ხედავთ, ანუ ეგრეთ შეიძლება მოხდეს ხოლმე, რომ რაღაცეები, თქვათ, Mercedes-ის სამონაწერს ნახავთ თქვენ თუ Audi-ს თუ სხვა ბრენდის, მოკლედ ამერიკიდან რო ჩამოვა და Carfax-შიც ნახავთ. შეიძლება იქ არ ეწეროს რაღაცეები, მაგრამ მანქანას მაინც კონდეს სხვაგან რა გარეთ გაკეთებული, რაც კიდევ ერთი პლუსია კონკრეტულად ამ მანქანას და შეიძლება თქვენც ეგრე მოგიხდეთ ხოლმე რა და ეგეც ძალიან გასახარი იყო რა. მოკლედ აი ესენი მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოლოცვისთვის. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, აუცილებლად თხოვნა მექნება, ვინც აი უყურებთ სტაბილურად ჩვენ არხს და ბევრი ხართ რა 50% ეგრე ხართ. უყურებთ და არ გაქვთ გამოწერილი. აი მაგ ადამიანებს გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, ასე ვთქვათ, არ დაგავიწყდეთ. დღეს დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და ამის შემდეგ სერიას დაელოდეთ, აი ძალიან დიდი ინტერესი უკვე, იმიტომ რომ ექშენები და პერფორმანსი და დრაივი იქნება, თბილისი დრაივი იქნება უფრო მეტი რა. და დაწერეთ კომენტარებში, აი ესე დეტალურად რომ გიხსნით ყველაფერს და გიყვებით ამ კონკრეტულ ჩემ ისტორიაზე და ამ მანქანაზე, მოგწონთ, გაწერილად გეჩვენებათ და არ გინდათ თუ გავაგრძელოთ ამ სტილში, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.